მოიდა. Oli. Idi. Ach. Ach. Moita, Poli. Moita bu. Bubi. Poli. Ak moita. Moita. Ak. დაგავიწყდა. მოკლედ პირველი YouTube-მა ისეთი კაცრი წესები შემოიღო, გვიკრძალავს ნანადირების ახლო ჩვენებას, მაგრამ მონადირის გულმა როგორ უნდა მოითმინოს, რომ ნადირობის ეს სილამაზე არაჩვენოს. პირველი გამოსვლა, 1 სექტემბერი, პირველი მწყერი. ხმები არ ისმის, სროლების ხმა იქ შემოვედი. არადაწესით აქ არ უნდა იყოს. მწყერი უნდა იყოს. ნაწვერალში დილა ათენდება, ნაწვერალში არ იყო. არ ცველოდი, კამერა არ მქონდა ჩართული. სამწუხაროდ არ ცველოდი. ეს პირველი მონადირებული, როგორც შეგპირდით, ილდიზი, SPZM 20 კალიბრი. შვენივრად აიყვანა. მოკლედ მინდა შეგახედოთ ერთი მტრედი სადენებზე ჯდები მოდიოდა მინდა რომ აქეთ გადმოიარონ აი იქითაც სადენებზე ერთსა ეხლა მონადირემ ჩაიერა ერთი გავარდ ერთი მემოკალი მოვიპოვე რა ვიცი წყერი არ არის ხო დღეს გამოვედი პირველად 1 სექტემბერია გილოცავთ ყველას შემოდგომის მოსვლას ეხლა ჩამოვიარე და ეხლა მტრედები შევნიშნე და აი ცოტა ხანი გავუჩერდები როგორც შეგპირდით ვაზნების დამზადების დროს წელს ვინადირებდი მწყერზე 40 კალიბრით SPZM 20 კალიბრი ნუ პირველი გასვლა იყო და შვენივრად აიყვანა მწყერი არის ძალიან მსუბუქი, აი ცალულიანზე 17-ზე 18-ზე მსუბუქი არის. აი ხელში სროლის დროს ისეთი კომფორტულია, არანაირ დისკომფორტს ვერ აგრძნობ. ხო, რაც შეეხება კავებს, თითქოს მემძიმებოდა კავები, მაგრამ სულაც არ ყოფილა მძიმე, გამოსაკრავი. რა ვიცი პირველ ცდაზე და ისეთი რბილად მოხდა გასვლა
არანაირი შეყოვნება და მსგავსი რამ არ ყოფილა. ხო, გაიხსნა 23 აგვისტოს რიგი პრობლემების და მიზეზების გამო ვერ გამოვედი. და სიმართლეს გეტყვით, აქ პოსტშიც დავწერე და კომენტარებშიც ახლა მეგობრებსაც ქონდა ამაზე საუბარი და არც უნარ უფრო 23-ში გამოვედი, ეგ არის რომ რაღაც ეს სეზონის დასწრება რაღაც მონადირისთვის სავალდებულოა, სასიხარულო, მაგრამ ახლა სხვანაირად ნუ გამიგებთ სასიხარულო. ამ შემთხვევაში მართლა არაფერია. მე იმას არ ვიძახი, რომ არ უნდა გვიხაროდეს, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ წლითი-წლობით უფრო და უფრო ბრაკონიერობის თემა იმატებს და ესეთი წელი არ მახსოვს, რა კიდე კაი არ გავედი. უამრავი სეზონზე დადგმული მანოკები, თორე აგე ვინც გახვედით, კი ნახეთ, მე უბრალოდ ინფორმაციას ვგებდი და არა თუ მონადირეთა გვერდებზე გოგა და მარლენ მაცე კი ჩამოართვეს ერთი მანოკი და რა ვიცი, აი ყველგან ანალოგიური მდგომარეობა იყო. მეორე შემთხვევა იყო, რომ ორი რა ვიცი, შამპუნმა აწყინა თუ რა იყო, რაღაც ალერგიული ფონი ქონდა. ცოტა კიდე შემორჩა, მთლად გავლილი არ არის. ხო, აქვე მადლობას მოვუხდით დავით ყაჭეიშვილის, თავის საქმის კარგ პროფესიონალს ვეტექიმს. ახლა გორში გან არ არიან ვეტექიმები, მაგრამ ნაკლებად ვენდობი გარდა დავითისა, იმიტომ რომ აი ძაღლს რომ მივიყვან იმდენად ვერ უგებენ და რაღაც სასწავლო დიაგნოზებს უსვამენ, ვიდრე დავითი დისტანციურად კურნალობს და ზუსტად არტყავს. თავის საქმის კაი პროფესიონალი, კაი მონადირე და კიდევ ერთხელ ყოველთვის რატომღაც ბოლოს დავითს ვაწუხებ ხოლმე. კიდევ და კიდევ დავითს მადლობა. ხავს თვითონ ძაღლები და პოლი მოდია. პოლი. ერთ სიტყვით მე და პოლი დღეს პირველად ვარ გამოსვლი, ან ტრეცველუდები არ აჩენს. ახლა ერთმა მონადირემ სოფელი ზერტი არის. ესე გადმოიარა და ეგრე ჩაიარა, ერთი გაისურვა. და აი მაგას ვამბობდი კიდევ კარგი. მერე კიდე მე საერთოდ სექტემბერში მიყვარს გასვლა, რადგან სექტემბერი არ არის ჩემთვის, ახლა მე და თემურ ცხედაძეც ვლაპარაკობდით, ჩემთვის მიღებული, უფრო ჰაერი დამაჭრებული, მაგრამ ისევ სიცხეები მიდის 23-25 გრადუსზე, ისა 34-36 გრადუსებია გამოცხადებული. წინა დღეებში ვნახე 10-დან იწყებოდა წვიმები, გუშინ მითხრეს რომ ამ დღეებში წვიმებიო და გადავმოწმე საღამოთი და ახლა მომავალ დღეებში წვიმები გამოცხადებული, ნუ ახლა პროგნოზებს რომ სრულიად და ვერ არტყავენ, მე მგონი მონადირეები უფრო ზუსტად ვიგეთ, ვიდრე ტრედი არ აჩენს. ნუ ერთ სიტყვით რავი გილოცავთ მონადირეებო. სეზონის გახსნას მოგვიანებით. ცოტა საზეიმო არაფერი ამდენი ბრაკონიერის გამო რაღაცნაირად აღარ გინდება ის აზარტი, ის ხალისი გეკარგება, რასაც მონადირე განიცდი ამდენი ბრაკონიერი, ამდენი მანოკი მოგვილი მინდვრები.
მონადირე კიდე მეხორცე არასდროს არ არის. მონადირესა ეს ბუნებასთან სიახლოვე, მაგრამ სწორედ ესეთები, ვინც მანოქს ადგავს, არიან მეხორცეები და ხორცი აინტერესებთ. მეგენი ბუნების სილამაზეს ვერ აღიქვავენ, ვერც დილის სიოს, ნამს, ამოსულ მზეს, მზის სხივებს. მე სწორედ ამიტოა იმედია წელს ველოდებით ახალ კანონს სექტემბრის ბოლოსთვის, ოქტომბრის დასაწყისში და იმედია ეს კანონი დაალაგებს ყველაფერს, მაგრამ აქ ცოტა რაღაცაზე ეჭვი შემეპარა ბოლო დროს ისეთი რაღაცეები მესმის. ეს ეხება ბობოლა და მაღალჩინოსნებს, რომლებსაც კანონი არ და ვერ მოქმედებს. ხოდა ჩვენ რატომღაც გვიყვარს გვინდა უკრინდან საქმე დავალაგოთ და თითქმის ვიშვერთ ახლა ასე ვთქვათ დაბალი რიგითი გაქვს ბრაკონიერის ასე ვთქვათ უბრალო ბრაკონიერის მიმართულებით, როცა რომ პირველ რიგში მოსაგვარებელია ის თემა, რასაც ქვია დიდი ამაქვეყნისანების პარპაჟი, ვიზეც სამწუხაროდ დღეს კანონი ვერ მოქმედებს. და თუ რამე კანონის აღსრულება ხდება, მხოლოდ უბრალო ასე ვთქვათ ბრაკონიერის წინააღმდეგ ისიც რაღაც ერთჯერადად და გატელევიზორება და საკანი კი გადაყრილია. რას ვისურვებდი, რომ ყველაფერი დალაგებული იყოს, იმიტომ რომ ყველაფერი მოსაფრთხილებელია და გასამრავლებელი სხვანაირად ჩვენ მომავალთაობას კარგს ვერაფერს დავუტოვებთ. ამაზე კიდევ უმრავლესობა როგორც პრაქტიკიდან ჩანს არ ფიქრობს. რა ვიცი. ზე ამოიწერა. ავდგები და შევუყვები. ტრედი აღარ ჩანს. მაინც და მაინც ქედანი უფრო მეყვარს, ქედანზე ნადირობა ტრედზე უფრო ნაკლებად. რა ვიცი, როგორც გითხარით ახლა ამ ძირითადად ამით უნდა ვინადირო. ამ 20 კალიბრით, აი პირველი გასროლა იყო და ძალიან მომეწონა, კარგა აიყვანა. დახე რამდენი კვირია ფუტკარს ანადგურებს კვირია ემსადენებზე უყურეთ რამდენიერი სგომწყრებულები არის. ახე რამდენი
აჰა. ხალხა. იქიდან. დაყნოსა, მიდი. ნახე. აჰა. მოდი. ნახე. 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 აი ეგ ჩავარდა. დაიღალა. ნახე. მოიტა ბუ. ესეც პირველი სექტემბერი 1 მწყერი და 1 წყალღა. რამდენი ტერიტორია არის მზესადარი უკვე არ არის წყერი ძალიან ნაკლებად. სროლებიც არის მოდა როგორც ავთქვი. ეს რამსხალი. პირველად ვარ გამოსული. ასე თუ ისე პირველად გავხსენი სეზონი. აი ეს 4 ნომერი მიდევს. ტრედი რო დავინახე. პოლი მოდი აქ. ორი ვაზნა გავისროლე. ერთი მწყერი, ერთი ღალღა, ორივე ავიყვანე. აი ხმარობ ესე იგი დაბლითაში რომელიც პირველათვის ისე მაქვს დაყენებული ვისური ლატუნს ნუ ძალიან მომენათა რაღაც იმ დროს მაგონებს ცა ლატუნს ხმარობდი ეგ და ზემოთაში ანუ მეორე სროლის შემთხვევაში დებ უკვე პლასმას. პოლიმოდი. აი ეს ბალახი დახე თოფისულაზე. ამ დროს იცის ხომ დახე როგორ მტვერი. სუყვითლად. სხვათა ალერგიულია. სამი სექტემბერი
აი ახლა რამის მანოკი მეგონა რა. აი თენდება. ახლა შემოვედით მინდორში მე და პოლი. პოლი მოდი. და აი მიმართულებით რა გავჩერდი. აშკარად წყლის გალობა იყო. ჯერ როცა მეთქი მანოკი თქო რა და რამის დავიძარი. იქითკენ და გავჩერდი აი ახლა აღარ ისმის. 1-2 ჯერ იყო დაიქვიტკირა და გაჩერდა. ესე იგი ამ დროსაც გავიგე, ნუ გასაკვირი რა არის. Oli არაფერია. თენდება. კადრი ბუნდოვანი იქნება. კამერას უჭირს გადაღება. სიბნელეში. 3 სექტემბერი. აი ამ ადგილიდან. ფეხით გადავდივდი და ფეხი ამიფრინდა. ერთსალი უკვე რამდენი ხანია დავდივარ. ერთი მონადირეც შეხვდა. დავინახე. იქი თუ ძაღდა ძაღლებს რა რამდენი ძაღლი ყავდა. სადარი ნადირობის კულტურა მეგონი მწყერი შეუჭამა. შეჩემისა შენი დედა ჰაჰუ ერთი ნახევარი საათის უკან ცოტა კიდე იქით სადაც აი იქით ზედიზედ იყოს როლები რა ნუ რა თქმა უნდა მანუკი დავდივარ 1-2 იქით დანგავარ და არაფერია აი ესეც ფეხიდან ამიფრინდა რამდენი ხანია დავდივართ რა ვიცი ნაადრევი მიგრაცია მწერი აღარ არის მურიგ ადგილებში არის მაგრამ აი პირველ სექტემბერს გამოვედი კარგა ხანი ვიარეთ ხალხადო მწყერი დავბრუნდი აჰა დღეს მეორე თავი გამოსული სამში და არაფერი ესეთ შემთხვევით მომიფრინდა როგორც გითხარი აი კანტიკო 1-2-გან გავარდა ეგ იყო და იქიდან ქრომოდან ცოტა გამულისროლა იყო და მანოკი დადგეს და ბევრი ვერც ნახეს ვერ მოაგროვეს და მალევე შეწყდა სრულ ფაქტიურად არ არის მწყერი აი შევყვები და წავალ რა ნუ ახლა თავარი ნადირები ჩემთვის შესრულებული ეს ბუნება გავლა სიამოვნება ეს ამთავარი მეგობრებთანაც ერთად ნუ ბეკამაჭარაშვილი ჩამოვიდა ნაგავსულიყავით სეზონზე და კიდე კაი მართლა არ გავედი თუმცა ისეთი და იმფერი სიტუაცია ყოფილა მართლა ჯობდა რომ არ გავედი ყურეთ ვერცხლი უბირა გადაფრენისთვის ეკვირიები იქით ეს
სიმინებზე გადაფრენისთვის ემზადებიან უკვე ნელა იწყებენ გადაფრენას ნერამდე Achim. Achim. Poli. Achim. Modi. Achim.